ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხთომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან გია მამაკაიშვილისგან მოისმინეს და განკარგულებაც მიიღეს. განკარგულება დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულოს წევრების თანხმობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტიც იქნა მიღებული. საკრებულოს ხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა დაიწყო. ამჯერად საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეებმა შეაჯამეს გასულ წელს გაწეული საქმიანობა, რომლებზედაც განკარგულებები იქნა მიღებული. დღეს განვიხილეთ 6 საკითხი. ამ საკითხებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო 2016 წელში ბიუჯეტის გაწეული მუშაობის შესახებ, თუ როგორ იქნა ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნა შესრულებული და საკრებულომ იმჟელა ყველა ამ საკითხებზე მოისმინა ყველა ეს პარამეტრები, როგორც შემოსავლის ნაწილში, ესე ხარჯვით ნაწილში და გაწეული მუშაობა ცნო დამაკმაყოფილებლად. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი